სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. თვის მადლით მივახციეთ წმინდა დიდმარხვის შუაგულს, რომელსაც სხვაგვარად განზოგება ეწოდება. სახელდობრ დამდებ შვიდეულში ოთხშაბათს აღესრულება განზოგება, ანუ გაშუალედება მარხვისა, რომელსაც ყოველთვის წინ უძღვის კვირა დღეს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული და არც თუ შემთხვევით რაღა თქმა უნდა. რამდენადაც სულის გარდა ხორციც გვასხია და გვაქვს უძლურებანი არაერთი და ორი, როგორც სულიერი ესრეთ ხორციელი, დედამან ჩვენმან ეკლესიამან, როგორც მგრძნობიარე მშობელმა და მოყვარულმა ჩვენმან ამ დღეს გამოგვისვენა და შუა ტაძარზე ცისკრის ლოცვაზე დაგვისვენა ჯვარი პატიოსანი, ძელი პატიოსანი. ზოგიერთ ჩვენთაგანი შეიძლება უკვე გამოიფიტა რამდენადმე ხორციელად, ან სულიერად შეირყა ხანგრძლივობისაგან მარხვისა და მეტადრე, როცა წარმოიდგენს ადამიანის სულმოკლე ბუნება, რომ ერთი ამდენი კიდევ წინ უძევს და ამას ემატება ვნების შვიდეული, შეიძლება ერთგვარი სულიერი ფორიაქიც კი სულმოკლედ დაეუფლოს. აი სწორედ ამ გარემოებათა გამო გამოგვისვენა და დაგვისვენა ჯვარი, რათა როდესაც შევხედავთ, გამხნევდეთ და მოვიგონოთ ჩვენთვის ჯვარცმული უფალი იესო ქრისტე. მართალმან იესუმან როგორ დაითმინა ჩვენისა სიყვარულისა და ცხოვრებისათვის ნება-წამება, დამცირება, შეურაცხყოფა და იმ დროისთვის ყველაზე დამამცირებელი და შეურაცხყოფელი სასჯელი ჯვარცმის სახით. და ის რაც იყო დასასჯელი, გახადა პატიოსანი და მაცხოვრებელი, განართხარა მასზე და ხელზე. ჯვარი პატიოსანზე არაერთი წინასწარმეტყველება იყო ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროებაში, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებთან წმინდა წერილში და მართლებთან და ესე შემდეგ, მაგრამ მაინც ყველაზე უძველესი, ძველთა ძველი, შეიძლება ითქვას ერთგვარად დასაბამიერი წინასწარმეტყველება ჯვარზე ხდება ბიბლიის პირველსავე გვერდებზე, როდესაც ვკითხულობთ თუ ღმერთი, უფალი ღმერთი არარაობისაგან როგორ ქმნიდა ცათა და ქვეყანასა ყველა სამკაულით, ანგელოს უწინარეს და მერმე ადამიანს ედენ ბაღის აღმოსავლეთით სამოთხეში დაადგინა რა. როდესაც საგანგებოდ ადამიანისთვის შექმნილ ედენ ბაღში შეიყვანა ეს პირველი ქმნილება, მის პირველი მცნება. ეს მცნება, როგორც წმინდა მამები წმინდა წერილიდან გვითარგმნიან, იყო მცნება მარხვისა. ყოველგვარი ხილისაგან და ხელმცენარენი იყვნენ, რა თქმა უნდა, რა კი ბაღი იყო და სამოთხე მაშინა დანერგული, ეხმიად ნაყოფი გარდა ორი ხისა, რომელიც საგანგებოდ აღმოაცენა უფალმა ღმერთმა სამოთხის შუაგულში. უკვე როგორც ვიტყოდი ჩვენ, თავად ფაქტი, რომ სამოთხის შუაგულში აღმოაცენა, განსხვავებით სხვა ხელმცენარებისაგან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ყველაზე უფრო არსებითი იყო სამოთხეში. და რა იყვნენ ეს ხეები? როგორ სახელსებს წმინდა წერილი ბიბლია მას? ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადისა. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და არაერთი წმინდა მამის განმარტებით, ცნობადის ხე ესე იყო წინასწარმეტყველება ღვთისმშობელ მარიამზე და ყოველივეზე, რაც მას უკავშირდება. მის სიწმინდეს, მისგან მესიის შობას, ასე შემდეგ. ხოლო ცხოვრების ხე ეს იყო წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ სამოთხეში ქრისტეს მოვლინებაზე და ჯვარცმაზე და ყოველივეზე, რაც მას უკავშირდება და რაც ნაწილობრივ აღწერილი არის წმინდა წერილში. რატომ ამბობ ნაწილობრივ? იმიტომ რომ ყოველივე რომ დაწერილი იყო ამბობს მახარებელი იოანე ქრისტეს შესახებ და მასთან მიმართებაში დედამიწა ვერ დაიტევდა ესე იგი წიგნებს, იმდენი დაიწერებოდა. აქ ერთი მხრივ მინიშნება თუ რაოდენ ბევრი მოიმოქმედა უფალმა ღმერთმა ადამიანის საცხოვნებლად, რომელიც შესაქმის გვირგვინად, შესაქმის უკანასკნელ მეექვსე დღეს შექმნა უფალმა საბაოთმა, უფალმა ღმერთმა. მაშასე
ჯერ კიდევ 64-ში მანამდის ვიდრე ესე იგი თავად ადამიანს შეიყვანდა 64-ში ღმერთმა უკვე იწინასწარმეტყველა ამ გზით სიმბოლურ ალეგორიულად ყოველივე იმაზე, რასაც ჩვენ ქრისტესა და მის სარწმუნოებას და ყოველივე იმას, რაც მოიმოქმედა ჩვენი საცხოვრებისათვის უწოდებთ. მაგრამ ეცრუა უფალ ღმერთს თავის შემოქმედს პირველი ადამიანი და მისგან შექმნილი ევა და ესე იგი აკრძალული ხილი იხმია. ჩვენ გამოგვრჩა და ეს უნდა გვეთქვა, მნიშვნელოვანია რა დაარქვა უფალმა ღმერთმა პირველ ადამიანს. დაარქვა სახელად ადამა. ქართულად რომ თარგმნოთ, გავშიფროთ, როგორც თქვენ იტყოდით დღეს, ეს არის ბერძნული 4 სიტყვა, ანაგრამები, პირველი ასოები, რომლებიც გამოხატავენ აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთს და სამხრეთს. ესე იგი, როდესაც ადამიანს დაარქვა სახელი, მაშინ ჩადო წინასწარმეტყველება. რაზეც კერძოდ ის, რაც ხმამაღლაც უთხრა, ცოტა გვიან აღორძინდით და გამრავლდით. აღორძინება სულხან საბას მიხედვით ნიშნავს რაღაცის მოკლებას და უფრო დიდში გადასვლას, ანუ ადამი და რომ კაცობრიობა გამრავლდებოდა და მრავალი წმინდანი მოვიდოთ. აქ მარტო იმდენად რიცხობრიობაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ღირსეულ ადამიანებს, რომლის ადამიანის მოდგმაში, ანუ ადამიანებში გამოჩნდებოდნენ. გნებავთ მართალნი, პატრიარქი, წინასწარმეტყველი, ძველი და ახალი ალქიმის წმინდანები და პირველ ყოვლისა იქაც და აქაც ღვთისმშობელი მარიამი. უზეშთაესი არათუ ყოველ წმინდა ადამიანზე, არამედ თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე, თვით სერაბინ ქერაბინებზეც კი პირველი ტრიადის ანგელოზებზე. მას ერთის მხრივ, როცა ადამი უწოდა ამით უწინასწარმეტყველა, რაც ხმამაღლაც გამოთქვა უფალმა, აღორძინდით ნიშნავს იმას, რომ სულიერად განვითარდით კულტურულად, ინტელექტუალურად და ასე შემდეგ. გამრავლდით, ცხადია, რასაც ნიშნავს. და მოედეთ 4 კუთხეს უწინასწარმეტყველად, რაც მოხდა კიდეც. მეორეს მხრივ, ეს იყო წინასწარმეტყველება მეორე ადამიანზე. იესო ქრისტეს თქვენ იცით, რომ მეორე ადამი ეწოდება. ესე იგი, წინასწარმეტყველა რომ მოვიდოდა მეორე ადამი, გამართხავდა ჯვარზე ხელებს, რომელსაც 4 კიდი აქვს, არ დაგავიწყდეთ და აღნიშნავს აი 4 კუთხეს და მოუწოდებდა, როგორც წმინდა ათანასე დიდი ამბობს, ყოველ ადამიანს, რაც ხმამაღლაც გამოთქვა ერთ-ერთ ქადაგებაში, მოვედი ჩემ და მაშვრანი და ტვირთმძიმენი. ესე იგი, რა არის ამაში ნათქვამი, რომ ადამიანური ცხოვრება დედამიწაზე, მას შემდეგ რაც 64 დაკარგეს თვითრჩულობით, არის ძალიან მწარე. დამაშვრალი ადამიანი მიწიერი ცხოვრების შამს, როგორც ფსალმში წერია, 70 წელი სიცოცხლისა და უმეტესი სალმობა და ტკივილებიო. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება. უფრო მეტი ტკივილებია და ნაკლებად ნუგეშინის სემანი და ჰარი ხარალოთ არ აძლევს უფალი ამათვიმ ადამიანს ერთ თუ ქვეყანას ნუგეშინის სემას. თავისი დიდი სიბრძნითა და განგებულებით დრო აი ჩემს გამოცდილებიდან შემილია თქვა, ალბათ თვითონი თავისას გამოთქვავს და ამით დამემოწმება, როდესაც რაღაც დიდი განსაცდელი გაქვს, ითხოვდათ ღმერთი თითქოს ადამიანურად რო ვთქვა, დაბრუნდა, დაბრმავდა, ვერ ხედავს, არ ესმის. აი ერთი თვის წინ დაახლოებით ესე დიდი განსაცდელი მქონდა და ლექსშიც კი გამოვთქვი, არ ესმის ჩემი, არც ზეცას, არც უფალს. აი ეს აზრია ლაიტმოტივი ამ ლექსის ეს იყო. მაგრამ რას დავაკვირდე საყვარელო, როდესაც თითქმის ამოიწურება ყველაფერი, ყველა საშუალება და ხარ უკვე მძიმედ, რადგან უფალი ეს საშინელია, საშინელებაა შენთვის, რომ მორწმუნე ადამიანს უფალი არ გისმენს. როცა ამისი შთაბეჭდილება გექმნება და ზოგიერთის სულში ჯანყიც კი იწყება ღმერთის წინაშე, აი სწორედ მაშინ მოდის საშველი. რამოდენიმეჯერ მოხდა ამგვარად. ერთგვარი ასე ვთქვათ, სულიერი გამოცდილება მივიღეთ. უნდა ვითხოვოთ, უნდა ვევედროთ, ის მამა, ის შემოქმედია. მაგრამ ჩვენ ადამიანები, ჩვენი მცუნარი და ზარმაცი ბუნებიდან გამომდინარე, მიჩეულები ვართ, რომ მალევე მივიღოთ ყველაფერი, რაც გვინდა, მიწიერის და სულიერის.
ასე არ ხდება საყვარელო. უნდა ილოცო, უნდა იტირო, უნდა იყვირო, რომ ისმინოს უფალმა შენი. და ამით ერთის მხრივ შესაძლოა ის გასწავლის ლოცვას. მერე გამოცდილებას გაძლევს, რასაც მოსდევს მოთმინება. მოთმინებას კი, როგორც იაკობ მოციქული ამბობს, სრული საქმე ახლავს. ანუ ადამიანი განიწმინდება არა მარტო ამ საშუალებით, რა თქმა უნდა, ლოცვა ვედრებაში. სხვა გზითაც, აი მარხვა არის, გიჭის. ეხლა აი ახლოვე გიკიჟინებე, რომ შენთვის ძიმია ასეთი მარხვა, შენ დაავადებული ხარ, ქრონიკული დაავადება გაქვს, ხანდაზმული ხარ და ასე შემდეგ. და უნდა აქაც უნდა დავინახოთ ბოროტის სული, რომელიც სიკეთის იერს იღებს. ისე როგორც შევიდა ჯერ მეგობარ გველში, რომელიც სულ სხვა იერის იყო, აცდუნა ევას მიერ, როგორც ცოლისა, რომელიც თავად ადამიანმა დაარქვა ევა, ანუ ცხოვრება, მის გზით აცდუნა ადამი, ერთმაც, მეორემაც და მესამემაც, როგორც იტყვიან ხოლმე ხალხურად, წყევა მოიმპო საბოლოოდ და გამოძევებული იქნენ თვითრჩულობის გამო სამოთხიდან. ეს იყო პირველი ჯანყი ადამიანისა შემოქმედი ღმერთის წინაშე. პირველი მოჯანყი თავდაპირველად აკი ზეციური ბინადრებით დაასახლა ანგელოზებით იყო ლუციფერი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრწყინვალე და უახლოესი ანგელოზი ღმერთთან. და მან მერე დაიწყო შურიზება. კი არ შეინანა. აი მე მინდა ფრაგმენტი წაგიკითხოთ ძალიან საინტერესო საგულისხმო გამოცხადებიდან სატანის სამჟავრო ღვთის წინაშეა მოყვანილი და განიკითხავს მას უფალი. საშინელ სამჟავროზე განკითხვის ეწოდება ძველ ქართულად საშინელ სამჟავროს. ამას ცოტა მოგვიანებით წაგიკითხოთ, არა იმდენად სატანისთვის, როგორ განსაჯა ღმერთმა, არამედ აქ არის ღმერთის მსჯელობა სატანის მიმართ, რატომ შექმნა ადამიანი და როგორი შექმნა ადამიანი და რისთვის შექმნა ადამიანი. ჩვენ ადამიანები ვართ და რა თქმა უნდა ჩვენს ცნობის ადგილს იწვევს უფლის ეს ნაუბარი, რომელსაც თავის ადგილზე ამოგიკითხავთ. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა საყვარელო აგიკითხავთ რა, რომ როგორი სიყვარული თქმნიდა უფალი ადამიანს, როგორ ეფოფინებოდა, როგორ ეფერებოდა, თავს ევლებოდა, არ ვიცი რომელი ქართული სიტყვა ვიხმარო კიდევ და ადამიანმა კი რა ჩაიდინა. არაფერი არ გვეთქვის თავის სამართლებლად შემოქმედი ღმერთის წინაშე, რომელიც სიყვარულია. იმდენად დიდი სიყვარულია, რომ მხოლოდ შობილი ძე იესო ქრისტე წარმოგზავნა დედამიწაზე, როცა ვამბობ წარმოგზავნა, ეს ნიშნავს, რომ ასეთი იყო ნება ძისაც სიყვარული აქვს მამისა. და სული წმიდაც, რომელიც თანაუვიდოდა მას და ესე იგი ამოწმებდა მისთა სასწაულთა ქრისტეს სასწაულთა ღვთაებრივ წარმომავლობას უჩვეულო ნიშსასწაულებით. ყველა სიტყვას თუ ჩაუღრმავდებით, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება და თუ ლახტილად გეუბნები, აღარც სიბერე მახსოვს, აღარც ცნეულება და ბევრი ის გარემოებანი, აი მაგალითად თითქოს სენტიმენტალობა, გულუბრყვილობა, რასაც ვამ, ამინდი, როგორი ამინდია, სევდის მომგვრელი, დამაყონებელი. ამიტომ ზოგი ამჯობინებს სარეცელს არ მოშორდეს, თუმცა შუადღია უკვე. ზოგი ცდილობს თავდავიწყებას მიეცეს სასმელში, ვინ გართობაში. მოვდიოდი წვიმიან დილას და ვფიქრობდი, რა კარგია რომ ღმერთს ვიცნობ, რომ ვიცი არსებობს უფალი, აი მისი სახლი და ხო ის აუცრება მღვდელიც კი ვარ უფლის სახლში და მაქვს უფლება და ხელმწიფება ერთგვარი ვიქადაგო მისი მოძღვრება. ეს არის უდიდესი ბედნიერება. თუ ადამიანი ამას შეიცავს, ისე როგორც ბედნიერება, რომ თითოეულ თქვენთაგანს მოუფალმა განართხარა ხელები ჯვარზე, ეს ჩვენს გვითხრა, მოვედით ჩემ და მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ. ამისთვის მოვედი, რომ სული თვისი დავსდვა თქვენთვის. მიუხედავად ყველა ბოროტებისა, რომელიც შექმნის დღიდან მოაქამომდე იქმოდი და იქ ჩემს წინაშე და ჩემს მიმართ. ყოველი ცოდვა ეს არის ჯანყი და მტრობა ღმერთთან. არც მეტი, არც ნაკლები. ამიტომ მე მხოლოდ
ეს სიტყვები ხა შემილია თქვა ამ ყველაფრის გააზრებით. დიდება, მოთმინებასა შენსა უფალო იესო. ამის მოთმენა ადამიანური გაგებით შეუძლებელია. ჩვენ ორჯერ და სამჯერ რომ შეგვაწუხებენ, მეტადრე თუ გვიმტრობენ, ერთ ბობოქრობთ, გვინდა შური ვიძიოთ, ან მოვიშოროთ, ან განშორდეთ. აღარ გვინდა მასთან ურთიერთობა და რამდენია 60 საუკუნეზე მეტია ღმერთს თქვენი ენით ვამბობ, ურთიერთობა ასეთ უვარგის ქმნილებებთან, როგორიც ჩვენა ვართ. მთელი ჩვენი მოდგმა და თითოეულად თუ გამოჩნდა ჩვენს ათეულობით და ასეულობით მოდგმაში ღვთისმიერი ადამიანი. მადლიერი შემოქმედი ღმერთისა. ამიტომ სხვა რა უნდა ვთქვა, თუ არა მადლობა შევსწიროთ უფალს. და მადლობა უთხრათ იმისთვისაც, რომ შეგვამეცნებინა თავისი თავი. ახლა საგვარელო ჩვენზეც არის დამოკიდებული ცხონდები თუ არა. ღმერთი კი მაცხოვარია, აგერ სახელიც გეუბნება, მაგრამ თუ შენ არ გაუღებ გულის კარებს, რომელზეც ამის რომ მეევრე ყოველი ადამიანი, ყოველი არა მარტო რჩეულების, ყოველი ადამიანის განუსაზღვრლად გულის კარზე, თუ გულის კარს არ გაუღებ, არ ცხონდები. როგორ ერთი ორმა მითხრა დამწყებებმა ასე თქვა სარწმუნოებაში, ის თუ ღმერთია, თუ ყოვლადძლიერია, თუ ყველა სხონება უნდა, რატო არ მაცხომეს? იმის გამო საყვარელო რომ შენ მოგცა თავისუფალი ნება. ის ამას სცემს ასევე შენში პატივს. რობოტი კი არ შექმნა, დღეს როგორც ვიტყოდი, დაპროგრამებული კი არა ხარ სასუფევლისთვის. ყველაფერი მოხსა საამისოდ, მაგრამ დაუშვა შენი გამოცდა და გამოცდა ადამიანამდე ქონდა თვით სინათლის ანგელოზებს. 1/13 ლუციფერთან ერთად დაეცა ამ პარტავნებით. მათი ნებიდან გამომდინარე. მათაც შესთავაზა უფალმა, რომ სინანულით დაბრუნებულიყვნენ ზეციურ დიდებაში. არ ისურვეს. არ სურთ. როგორც წმინდა ეკლესია გვასწავლის, სატანა ეს არის მოუნანებელი ბოროტება. ივანეს საჭურისის მაგალითი ერთხელ და ორჯერ მოგიყვანეთ, შესთხოვა რომ აპატიო გამოგიგზავნი ლოცვაზე და ესე ილოცა წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, აღიარა ღმერთი არსებობს, წმინდაც არის, ძლიერიც არის, უტავიც არის, მაგრამ როგორც კი თქვა ივანემ ადამიანმა, შევიწყალები, ან ცოდვილად ჩათვალა, თავი და შენდობა ითხოვა, გაქრა ეშმაკი და გაისმა უფლის ხმა. ხომ ხედავ რატომ არ პატიო? უბრალოდ არ თხოვს პატიებას, სინანული არა აქვს. რა ადვილია ცხონება სინამდვილეში. შეინანე შენი შეცდომები და ეცადე აღარ ჩავარდე. რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, იმდენჯერ წამოდექი, 7-ჯერ 70-ჯერ, როგორც უფალმა გითხრა, თუ გნებას. და ღმერთი იმდენად მოწყალია, რომ მოგიტევებს. ჩვენ ესეც არ გვინდა. საერთოდ უფალი აღარ გვინდა. 60-ზე გვეცინება. ჩვენ გვინდა ის, რაც დედამიწაზე, რაც გინდათ, აი გაქვთ თქვენ. ომები, თქვათ, აწინდელი სინამდვილიდან უკრაინაში, ომი ირანთან. რომელიც ამით არ დამთავრდება. ჩქარობს ბიძია ტრამპი, რომ ნობელის პრემია მიიღოს, შიდად და ომის გამჩაღებელია სინამდვილეში. ეს უგუნური. იარაღია, რა თქმა უნდა, მას ვინ რას ეკითხება. ეს არის თოჯინა, თან ჭკუასუსტი, თან ფულთმოყვარული, საიდანაც ხიბლავენ. აღარ მინდა გავაგზელო. ამით არ დამთავრდება, ამბობენ რომ უნდა დავამთავროთ და ტყუილია ყველა. შეგნებულად ხდება ყველაფერი, რაც ხდება. სპონტანურად არაფერი ხდება. იცოდეთ კარგად. ესენი არიან სიონისტური ძალები, რომლებიც საბოლოოდ გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში, ყველა ეს ეთნო კონფლიქტები და ომები ამ ნანგრევებზე თავიანთ ათეულობით საუკუნე ნანატრ ახალ მსოფლიო წესრიგს დაამყარებენ, რომლის სათავეში მოიყვანენ ანტიქრისტეს, რომელშიც ეშმაკი იქნება პირდაპირი გაგებით. ეშმაკს უნდა რომ მართოს დედამიწა. სიონისტები და ასე შენ ტრამპები, მამპები, ცუმპარამპა, ყველა ესენი არიან მისი თოჯინები. იარაღია ეშმაკის ხელში. ეშმაკი ამბობს, მე ვარ თავადი ამ სოფლის. მე ჩემი წესრიგი უნდა დავამყარო და ის ამას აკეთებს თავისი, როგორც ქრისტეს ყავს. ჩეულები ოღონ დღეს ყავს ტიტულურად მილიონობით, 100,000-ობით ყავს ეშმაკს თავისი რჩეულები. ზოგიერთ მათგანს თქვენ იცნობთ. გვარებს ამიტომ არ ჩამოგეთვლით და სახელებს, როგორც ითქვა, არც ჩვენთან და არც ჩვენს საზღვრებს გარეთ. ან რა აზრი აქვს ამას? კაცმა რომ სვას. არსია, არსებითი და ამას უნდა ჩაუფიქრდეთ. აი ეს შეუძლიან ადამიანს. ასეთი მსოფლიო წესრიგის დამყარება შეუძლია მის მამას, სიცრუის მამას,
დასაბამიდან სიცრუის მამახარო მიმართავს ეშმაკს უფალი იესო ქრისტე. მიუბრუნდეთ სათქმელს, მოგლეთ პირველი წინასწარმეტყველება იყო 64-ში, ყოველივე იმასთან დაკავშირებით, რაც მესიასთან, მის ყოველსყოფელ საქმეებს და ჩვენს ხონებას უკავშირდება. ძველ ათმაში არაერთი წინასწარმეტყველებაა. აი მაგალითად გულში დღევანდელ დღესასწაულთან ჯვრის თაყვანისცემასთან მისადაგებით იყო ერთ-ერთი საკითხავი საწინასწარმეტყველოდან. რაზე იყო იქ საუბარი? როდესაც ეგვიპტიდან რჩეული ერისშვილები გამოიყვანა მოსეს წინამძღოლობით უფალმა ღმერთმა, რომელიც დღისით მოუძღოდა, ესე იგი ღრუბლის სახით ღამით ცეცხლოვანი სვეტისა და უნათებდა გზას პირდაპირი გაგებითაც. და მოსეს მიერ მოჰყავდა, რომელიც ქრისტეს განასახიერებს ამ გზაზე, როცა ერთ-ერთ უდაბნოს მიადგნდა და 40 წელიწადი ახეტიალა, ვინც მონობაში იყო დაბადებული, ყველა მოკდა, რადგან თავისუფლების გემოს ვერ გაიგებდნენ. და ერთი სიტყვით ერთ-ერთ უდაბნოში წყალი მოსხურდა, არ იპოებოდა, დორტვინა ყველა შემთხვევაში შიოდა, წყუროდა, თუ იქანცებოდნენ, დორტვინავდნენ ღმერთზე და მის რჩეულზე შულისდებელ მოსეზე, წინასწარმეტყველზე. რომელსაც დაავისთათ, რომ ამდენ საუკუნოვანი მონობიდან გამოიყვანა. რა ნახეთ, რას აკეთებდნენ მონობაში დაბადებულები. თავისუფლების მიწებზე მოჰყავდა აღთქმის მიწებზე და გზაში ნატრობდნენ, მონობა ჯობდაო. ქვაბები სავსე ქონდა ხორცით, ნებიერად ჭალდით, სვალდით, საასმეს მათ შორის ვერთობოდით, არა და მათი ხელით არის პირამიდების მნიშვნელოვანი ნაწილი აგებული. თქვენ რომ იცოდით მათი მონობით. ეს ყველაფერი დაავისთათ. ეს უფრო კუჭი ახლო იყო ყველასე. აღთქმის მიწა და სასუფეველი შორს მათგან. და აკი ვერც მიაღწიეს იმათ. მოგლეთ წააწყდნენ უდაბნოში, წყურვილი კლავდათ რა, მერარაში, წყაროს თვალს. გაუხარდათ, როგორც იტყოდნენ ქართულად, ეცნენ, დაეწაფნენ, ვინც პირველი მივიდა, მაგრამ უკან გადმოაბორჭეს. რადგან წარე იყო, მერარა ქართულად ამას ნიშნავს, წარე წყლები. ნახეთ, ესე იგი, კვლავ ერთხელ დრტვინმა დაიწყეს ღვთის წინაშე და მოსეზე, მის რჩეულზე. ლანძღავდნენ მას. მაშინ ღმერთმა, მაშინ მოსემ აღარყრა ღვთისკენ თვალები და შეღაღადა საშველი. ნუ გეშინის ემა ამათვის. ღმერთმა უბრძანა გლოსოლალით მოესმა ხმა, აიღე ძელი და ჩააგდე მერარას წყლებში. ეხლა ჩვენ ვიტყოდით, რა უნდა მოახდინოს უბრალო ძელმა, გამხმარმა ტოტმა. წყალი არის მწარე და წყაროს თვალიდან ამოდის, დრიტიდან ამოდის ასეთი წყალი. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მოსეს ჰქონდა სრული მორჩილება ღვთისა და ცოცხალი რწმენა. რწმენისაებ რა იყო და ეს ძელი ჩააგდო წყაროს თვალში. დატკბა წყალი. ეს მოხდა ისტორიულად, მაგრამ ჰქონდა წინასწარმეტყველებითი მნიშვნელობა. ჩვენი დამაშვალი და მწარე ცხოვრება იესო ქრისტემ ძელი პატიოსნით დაგვიტკბო, ჯვარი პატიოსნით და ყოველივეთი, რაც მას უკავშირდება, ანუ ჩვენი ცხონების საქმეს, რაც უკავშირდება. მე იქ მაგალითად იაკობი როცა უკვე უსინათლოა, იოსების შვილებს ლოცავს, უმცროს შვილს დაადო მარჯვენა ხელი, უმცროს მარცხენა. იოსებმა იფიქრა, რომ მამას თვალის ჩინი აღარ აქვს, ვერ არჩევს, იმიტომ პატრიარქატი იყო, უფროს უპირატესობა ჰქონდა, ხელები სამჯერ გაუხსნა და დაადებინა ისე როგორც თვითონ ფიქრობდა. მაგრამ სამჯერვე ჯვარის სახით დაასხა, აი ჯვარი გამოსახა. ესეც იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს ჟრიან გმირობაზე, მის ვნებებზე, ჩვენთვის ჯვარცმაზე, ჩვენი საცხოვრებისათვის. და ასე შემდეგ. მოდით ახლა როგორც შესავალში შეგპირდით, ეს ციტატა მომაქვს წიგნიდან, რომელსაც ახლა ვთარგმნი არქიმანდრიტ ნაუმისა, ბაიბოროდინისა, რომელსაც უამრავი ძველი და ახალი წინასწარმეტყველების, წმინდა მამების წინასწარმეტყველების მოუყარა თავი ერთად, განსაკუთრებით ბევრი ციტატა არის მომტანილი აპოკალიფსიდან, წმინდა წერილის ამა თუ იმ ადგილიდან, ამა თუ იმ მამის ქადაგებიდან და ჩამოქმნა როგორც ერთიანი სხეული. ძალიან კარგად იკითხება.
ესე თვალსაჩინოა და ადვილად აღიქმება რაზეც მსჯელობს ეს ღირსი მამა. მათ შორის მოყავს ერთგან საღვთო გამოცხადება, თქვათ ანდრია სალოსის ცხოვრებიდან. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცხადება. მოყავს ასევე სხვა წმინდა მამიდან გამოცხადება და აი მინდა ეს გამოცხადებანი, რომელიც ეხება საშინელ სამშაბლოს, თქვენ სამოგიკითხოთ, იმიტომ რომ წინა ქადაგებაში ორიოდე კვირის წინ გაკვირით ვახსენე ამ წიგნიდან თითო როლა ადგილი და ცოცხალი ინტერესი გამოიწვია მსმენელებში და მადლობა ღმერთს საკმაოდ ბევრი ათასობით ადამიანი ისმენს. დღემდეის მაგალითად 9500 ადამიანამდე უკვე მოისმინა ის ქადაგება და ამიტომ განვიზრახე რომ კონტექსტში ჩვენი საუბრისა ამ გამოცხადებიდანაც ზოგი რამ ამომეკითხა თქვენთვის. არა იმდენად იმის გამო თუ როგორ განიკითხავს სატანას ღმერთი საშინელ სამჟავროზე, არამედ უფრო მეტად იმას მივაქციო თქვენი ყურადღება, როგორ უყვარდა მეორე ადამიანს პირველი ადამი. და როგორი სიყვარული შექმნა და სრულიად დაუმსახურებლად, რაიმე ღვაწლის გარეშე, პირადი ღვაწლისა, შეიყვანა სიხარულსა და ნეტარებაში. ასეთია უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მას სურს ნამეტნავი თავისი სიხარულისა და ნეტარებისა, ჩვენ როგორც ქმნილებას ადამიანს და რა მარტო ანგელოზებს გაგვიზიაროს. მას ასე აი ფრაგმენტს ამოვიღებ აქედან და ვკითხულობ. ხელნაწერია ჯერ არც გადამიცია ამოსაბეჭდად დაახლოებით 10 გვერდი დამრჩა სათარგმნი, სადღაც 240 გვერდი უკვე ვთარგმნეთ და ღვთის მადლით ვფიქრობ ეს 10 გვერდის მალევე ან დღესვე შეიძლება ითარგმნოს და ესე მალევე ვეცდებით დავბეჭდო, მაგრამ სამწუხაროდ რამდენადაც მოკლე დროში ვთარგმნე, იმდენად იწელება დაბეჭდა. რაღაც ბიუროკრატიას გავს სტამბა რომ გითხრათ. სტამბის დირექტორი კი არა, ჩვენი სულიერი შვილია, მაგრამ აი თვითონ ისეთი რაღაც მოუხერხებელია, ტლანქია როგორც შუა საუკუნეების შეჯავშნული რაინდი, ევროპელი რაინდი. ისე ამხელა ამდენი ხშირად მიფიქრია, ამდენი ჯავშანი რო ქონდათ ევროპელ რაინდებს ასხმული და ვითომ დიდგულოვნები იყვნენ და ასე შემდეგ, მლაჩრობის გამოხატულებაა ჩვენთვის. ქართული სიმღერაც ამბობს ლაშქრული რა თუნდა ესე იგი ჯავშანი ადამიანს გული უნდა ქონდეს ლომისაო. აი ეს არის ყველაზე მთავარი. და ისეთ იმდენად ძიმე იყო, მათზე წონით მეტი იყო. ეს ჯავშანი რომ ვეღარ დადიოდნენ ან ცხენიდან ვარდებოდნენ და სინამდვილეში კლავდნენ მაშინ. მაგრამ ეს ლაშქრობის დღესაც ევროპა იგივე საკეთებს. მაგალითად, აომებს უკრაინას, მოიყვანეს რა ურია სახელმწიფო სათავეში მილიარდი დახარჯეს ებრაელებმა საამისოდ და ესე იგი უკრაინელები ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლებთ. ანუ ყველა უკრაინელს ამოწყვეტავთ. თქვენ ასე უნდა გაიგოთ მათი ნათქვამი. და თვითონ რა საკეთებენ? თვითონ უგზავნიან იარაღს და ხოცავენ. პრაქტიკულად ისინი ხოცავენ. ისინი წირავენ სიკვდილისთვის მათ. ამიტომ არის რომ 10 მილიონზე მეტი უკრაინელი წავიდა უკრაინიდან. ეს ტრაგედია არის. და ამ დროს აომებენ უახლოეს ნათესავებთან, რუსებთან. რუსები, ბელორუსები, უკრაინელები არიან სისხლით ნათესავები. აღმოსავლეთის სლავები არიან. ეგეთ შეგნებულად ხდება. ნუ დანარჩენს აღარ ვეთქვი. ეხლა ახალი კერა გაჩნდა ირანის მიმართულებით. იქ კუნთებს ათამაშებს ესე იგი ჩრდილო კორეა. აქ წამოყვეს კიდე ვიღაცება თავი და როგორც ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინასწარმეტყველებდა წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი, როდესაც ეს ომები დაიწყება, აი ამ კონკრეტულ ომებზეც არის ლაპარაკი. ჭყუას კი არ ისწავლიან მეზობელი სახელმწიფოები, რომ აი ამდენი ტრაგედია მოუტანა ამ ერს, ამდენი ადამიანი დაიხოცა. ეხლა რა საკეთებენ? ესე იგი ისრაელმა დაბომბა ბავშვთა სკოლა და რამდენიმე ასეული ბავშვი დაიხოცა, ეხლა ირანელებმა დაბომბა ესე იგი სკოლა ისრაელში. ნახეთ რა საკეთებენ. ბავშვებს ხოცავენ. თავისი ჟინი რომ დაიცხრონ, რამენაირად. და რა შეიძლება მეტი ტკივილი მიაყენონ მოწინააღმდეგეს. აი ეს არის მათი ნამდვილი სახე, მოკლედ რომ გითხრათ. და ვინც არის ყველაფერ ამის ჩამფიქრებელი და შემკვეთი და გადამხდელი, ისინი არიან გლობალური ხელისუფლება. სიონისტების წინამძღოლობით, რა თქმა უნდა. ნუ ამაზე არ გვინდა ახლა ლაპარაკი, აქ ზოგიერთები იტყვიან ხოლმე კომენტარებში, პოლიტიკა არ გვინდა.
ხო ჩაჯექი შილო ქვევში მოგიგოზავენ თავს და იყავი მათ ოღონდ ღვინოს არ ჩაგისხავთ აი ეს გელოდება თუ ჭკუაზე არ მოგვდა რისი პოლიტიკა რა პოლიტიკა ჩემი სამშობლო მიყვარს და აგერ ახლო აღმოსავლეთი შენ თუ შენი არ გიყვარს და არ გტკივა როგორ შეგეწოდება თუნდაც ის ბავშვები რომელსაც ხოცამენ როგორც ვარიებს ეს პირსისხლიანი ხელისუფალი აი ამას დავივანებოთ ყველას დაგვავისა მათაც და ჩვენს რომ არსებობს უფალი წამს არ წამს გინდა არ გინდა მეტად ნაკლებად სიკვდილით ხომ იცი რომ მოკვდებ ეს ხომ იცი ხო და აი ქრისტე გასავლის რა არის სიკვდილის შემდგომ და საბოლოოდ რა იქნება პირადი სამჟავრო შემდგომ იქნება საკოლოთავო სამჟავრო დრო ადგილი ყველაფერი დასახელებული არის იერუსალიმის გარეუბანში იოსაფატის ველზე დაშირდება იმდენი საკოლოთავო განკითხვას რამდენი ჭირდება 6 ფსალმუნის საკითხვას ცისკრის ლოცვის დასაწყისში რამდენია სადღაც 10 წუთია 10-15 წუთია ამდენი ხალხი როგორ მოიყრის თავს სულები აღსგებიან ხორცში ვინც ცოცხალი დახვდება მათი რიცხვი ცოცხალი ადამიანები ცოტა იქნება უკანასკნელ ჟამს მესამე მსოფლიო ომის შემდეგ არმაგედონის ასე როგორც თქვენ ბიბლია უწოდებს ყველა ესენი ცოცხლები გარდაისახებიან მათი ხორციელი სხეული ხრწნადი გახდება სულიერი მაგრამ ერთადvis იქნება საუკუნო სიხარულის მომტანი სხვებისთვის საუკუნო ტკივილების ამაზე ბევრი ვისაუბრია სხვადასხვა დროს ამიტომ ამჯერად თავს არა შეგაწყეთ და საბოლოოდ იქნება ესე იგი სამშაბრო ოფლისა ყველა მოვლენების პერიპეტიების სოფლიო ადგილობრივი თუ სხვა აი ეს სამშაბრო დაგვიდგება ძალიან თამამია ადამიანი თვითდაჯერებული ამაყი მომძლავრე სხვაზე მომხვეჭელი სად არის ეს ყველაფერი როცა მიიყვანება ეს სამჟავროზე ფალთაცაზე ახილვად ვერ ბედავს შიშისგან ადამიანი ჩვენ ესეთი გმირები და მამაცები რემბოები ასე ვთქვათ როგორც ფრთიანი გამოთქმა ამბობ ბევრი ვინახავს ცხოვრებაში სინამდვილეში როგორები არიან მას ესე იგი მიმართავს სატანას უფალია წაგართვირა ზეციური სიხარული და წვდიადისა და სასუწარკვეთილების ქვეყანაში შთაგაგდერა აი ეს ის გალაქტიკა იგულისხმება ამით მსურდა სინანულში მომეყვანე ეს სასჯელი კი არ იყო ეს შენი სინანულისთვის იყო საჭირო მოგეხსენებათ რომ მაძღარი კაცი და თვითკმაყოფილი ისე როგორც დაცებული ანგელოზი სინანულში არ მოდის პირიქით გამოთქმა ამბობს ქართული მაძღარი ჩიერიც მაძღარი ეგონაო თავისი თავიდან უყურებს ყველას მაგრამ შენ უარარაოსობა მოიძულერა ჩემი კეთილის მყოფელობა გაჯიუტი შენ სულგუნურებაში კი არინანეო გაჯიუტი შენ სულგუნურებაში დათვერი რა სიამაყითა და გაბოროტებით ჩემი სახიერების წინააღმდეგ სახიერი ძველ ქართულად ნიშნავს არ უბრალოდ კეთილს არამედ ყოვლად კეთილს შენ სულგუნურებაში შეიარაღდირა შენი შემოქმედის წინააღმდეგ შენ შთაგდებული წვდიადის უსყლში მოკლებული ზეციურ სინათლეს ერთიანად ცოდვას მიცემული და დანაშაულობებით დამახინჯებული თავს არანებებდი ოცნება საკუთარ თავზე როგორც ღმერთზე არ ტოვებდი შენს დანაშაულებრივ ზრახვებს ჩემი უწმინდესი კარავი და უმაღლესი და უდიდებულესი საყდარი ჩემი დაგეპყრო ეს მარტო ქრისტეს საყდარზე კი არ არის დიდებაზე ლაპარაკი ადამიანზე და მის გულზე აი ახლა განმარტებაც მოსდევს რა არის ეს კარავი უძვირფასესი ღმერთისთვის და რა არის უმაღლესი საყდარი მისთვის და აი მე ჩემი სახიერებით ხილული სამყარო შევქმენი და როგორც ხილული ქმნილების გვირგვინი და ბოლოს ნივთიერი ადამიანი მიწისაგან სიცოცხლის სულის თავბერი ანუ საკუთარი ხატები დავამშვენე და უკდავი სულით ესე იგი თავისუფალი ნება მივეცი ადამიანს გონება და განშის უნარი და ასე შემდეგ ხატარფისა შევქმენი და არის გარდა მაგისა უკდავი სული ადამიანში სულია არსებითი აი აქ მიწაზე რომ ჩვენ პირიქით ეს მაგი გვასწავლეს რომ აი ეს არის ყველაფერი ამას ასიამოვნე ჩაცვი აჭამე გარყნილებით გაართე გაატკბე სული არა გაქვს შენ აი როგორც იგავში ამბობს უფალი კაცმა მოსავალი აიღო და იფიქრა ეხლა მოდი დავჯდები და მოვილხენო სულ დაავისთა რომ სული ქონდა მას სული ნივთიერ საჭმელს არ ჭამს არ ცვამს სული საზრდელი რა არის
ღვთის დიდება, ანუ დიდების მეტყველება თავისი შემოქმედის, ქების მსხვერპლის შეწირვა და კეთილის საქმეები. ეს არის მისი სულიერი საზრდო, რომელიც სავსებით, ან თითქმის სავსებით დაგვავიწყა სატანამ. მას ადამიანი ხატებით დავამშვენე და უკვდავისული. ადამიანის ახალ ქმნილებაში მე ორი სამყარო შევახამე. სულიერი და ნივთიერი. ხოლო სული ანგელოზის მსგავსება და უკვდავია. ორიგინალში ანგელოზის მსგავსება ერთად წერია. ქართულში ეს ცალ-ცალკე იწერება, მაგრამ რამდენადაც ეს ნაწარმოების სიტყვა კომპოზიტი მეც ერთად დავწერია. ანგელოზის მსგავსება და უკვდავია ადამიანის სული. მე ადამიანის სამარაჩამო სიხარულისთვის შევქმნი, ბედნიერებისა და ნეტარებისათვის, რომლის პირველ წყაროს თავად მე ვარ. მისი სული ჩემს კარვად წინეთ განსაზღვრე, ხოლო საღდარი ღვთაებისა მის გულში. ანუ ვიდრე შევქმნიდი, მე განსაზღვრე, რომ ეს ჩემი კარავი იქნებოდა და მისი გული ჩემი საღდარი იქნებოდა. პირველ ქმნილსა შვილსა ჩემს ადამს თავის და ევასთან ერთად ქების მსხვერპლი მოჰქონდა ჩემთვის, სამადლობელი ყოველ საათსა და ყოველსა წუთსა. ესე იგი, ადამიანის მთელი არსებით და მუდამშა ღმერთთან საუბრობდა. ლოცვა ეს არის უფალთან საუბარი. ქების მსხვერპლი ქვია, ფსალმუშიც მეორდება ეს სიტყვა ქების მსხვერპლ შემოგწირავო, დავით წინასწარმეტყველი ამბობს. უფლისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მსხვერპლი სიკეთესთან ერთად, ხორციელ სიკეთესთან ერთად, ეს არის ქების მსხვერპლი. ღმერთს რომ ვაქებ და ვადიდებ. ამით არიან დაკავებული ადამიანურად ვამბობ ზეციური ანგელოზების. განუწყვეტლი უგალობენ სიხარულისა და ნეტარებისაგან, რომელსაც ღვთისგან იღებენ. წმიდა არს უფალი საბაოდ სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. აი თქვენ თუ გქონიათ მაგალითად, თუნდაც ხან მოკლედ მადლიერების გრძნობა, როცა უფალს ევედრებით. როგორც ფსალმუში წერია, დნები როგორც ცვილი მის წინაშე, გიყვარს, გსიამოვნებს და გინდა სულ ასეთ მდგომარეობაში იყო. მსგავსი რამ ადრე განსაკუთრებით ხშირად მემართებოდა ცოდვილ წირვის დროს. სად ვიყავი არ ვიცოდი. დროის შეგრძნება მეკარგებოდა სხეულის, არანაირი ტკივილი, არანაირი ასაკი, არანაირი დაღლა. მაგრამ მე როცა გამოვდიოდი გარეთ და იწყებოდა ასე ვთქვათ ყოფითი რეალობა, ბანალური კითხვები და სხვა, ჩემთვის იყო დამსხრევის ტოლფასი. და აი უფალს ვთხოვე, რომ ასეთი ამაღლებული გრძნობა წირვა ლოცვაზე აღარ მქონოდა და უფალმა შეისმინა ჩემ. მე არ ვიტყვი, რომ საერთოდ არ მაქვს, მაგრამ არა იმგვარი, როგორიც მქონდა. ჩვენ დროში და სივრცეში ვიბადებით, დროში და სივრცეში უნდა მივაღწიოთ განწმედას, სრულყოფილებას და საბოლოოდ ცხონებას. აი, ამ სიტყვაზე მაგონდება სისოი დიდის ცხოვრებიდან ადრეც მომიყვანია, როცა განართხავდა ხელებს და ლოცულობდა, ძე ამოდიოდა, ჩადიოდა, ანუ დღეღამეები გადიოდა და შეგრძნება არ ქონდა. სულიერ შულს ასეთი ზიატაცებული ლოცვა არ ქონდა და კუჭი აეწვებოდა ხოლმე. საბოლოოდ ამ ახალგაზრდას მივიდოდა და მორიდებით მოკიდებდა ხელზე სისოის. მამო, ხომ არ გვევახშმა, იმიტომ რომ დღეში ერთხელ ჭამდნენ, მხოლოდ ვახშავს, ნამდვილი ბერები. სისოი რო გამოერკვევოდა, ეთყოდა, შვილო, ეხლა არ ავდეგითო? არანაირი შიმშილის რომ აი ჩვენ გვიკროს როგორ იყო რომ შიომღვიმელი 60 დღე მარხულობდა, პავლე თებელი, ესა თუ ისმინდა მამა 40 დღე და სხვა, რა ხორცი არ ესხათ? აი ასეთი სულიერი ზიატაცებულობა ჰქონდათ მოპოვებული მათ. შესაძლებელია? დიახ, შესაძლებელია. აი ჩვენ გვიახლოვდება ორიოდე კვირაში იქნება დღესასწაული ხსენება მარიამ მეგვიპტელისა. გასაოცარი რამ არის? რამდენადაც 17 წელიწადი 12 წლიდან უგარყვნილეს ცხოვრებას ეწეოდა, ხრეობას ითრობოდა, ენაბილწობდა, სიმღერებს მღეროდა და სხვა, იმდენად სრულიად საწინააღმდეგო გზას დააყენა ღვთისმშობელმა მარიამმა და 17 წელიწადი იყო უდაბნოში, სადაც ადამიანი კი არა ნადირი არ უნახავს. ისეთი საზარელი ბრძოლები ჰქონდა, სატანა აგონებდა, როგორ ჭამდა ხორცს, როგორ ღრეობდა, როგორ მეძაობდა, როგორ ხორციელ სიამოვნებებს იღებდა და
ესე იგი ისეთი საშინელი ტკივილები ჰქონდა, რომ გონებას კარგავდა, საბოლოოდ ეცემოდა და ღვთისმშობელი მარიამი გამოიყვანდა ხოლმე ამ მდგომარეობიდან. იმიტომ რომ მან გაიყვანა თავის დროზე მოგახსენეთ თუ ცოცხლებით მივედი მეც და თქვენც იმ კვირამდეს. განსაკუთრებულად მიყვარს ეს დღესასწაული და შეგიძლია ყოველდღე მოგითხრობდეთ მარიამ მეგვიტელის ცხოვრებას. გამაოგნებელია. ჩვენთვის დიდი სასუების მომტანი. რატომ? ჩვენ რომ ვართ სოდვილები და არანაკლები ვიდრე მარიამი ახალგაზრდობაში. იმედი მესახება გულში რომ მე შეიძლება მაპატიოს თუ თუნდაც ცოტა მექნება იმ ღვაწლიდან რაც მერმე გასია მარიამ მეგვიტელმა. საერთოდ წმინდანთა ცხოვრება დღესასწაული რისთვის არის? ჩვენი სწავლებისთვის არის დადგენილი ეს. მე და თქვენ ახლა მარიამ მეგვიტელს იოანე კიბის აღწერილს რომ გველოდება დღესასწაული ასევე მოიხსენებ თუ არა მათ ამით არაფერი არ ემატებათ, მაგრამ ჩვენ კი გვემატება მადლი მადლზე. მათი ნიბაძვის სურვილი გიჩნდება. ხარი ხართა რომ დააბა ანზნე სიცვლის ამფერსალო. აი დაბული არიან ინტერნეტთან, ტელევიზორებთან, ტელევიზიასთან და ნახეთ როგორები არიან. ჩაიხედეთ შიგ რა არის, აგერ მაპატიეთ უკვე დაუფარავად ძაღლებთან როგორ წვებიან ქალები. კადრებია და არა ერთი და ორი. და არა მარტო ეს, სოდომ გომორზე რო არ ყვა უარეს ფორმებზე კიდევ. დროთა განმავლობაში მე ხომ ახსარებებს ვისმენ. ჩემ წინ გამოცდილებიდან ვამბობ. არა ყველა, მაგრამ ზოგიერთი მათგანიც ადგება ამ გზას. მე ვისმენ ახსარებებს და ვამოწმებ ამას. ოდნავ მაინც ნეობრივი რომ იყოს ხელისუფლება, ეს უნდა აიგრძალოს კატეგორიულად. სულის განხსნელი და დამღუპველი ყოველივე ეს ტოტალიზატორები, სამორინეები, პორნოგრაფია და სხვა ეს ყველაფერი უნდა აიგრძალოს. და სპირტიანი სასმელები, ღვინოზე არ ვლაპარაკობ. ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. ამაზე ცალკე შეიძლება ერთი ქადაგება გამოთქვათ, რატომ და რისთვის. მაგრამ პირიქით, ჩვენ რომ ეს დავიწყოთ, დაიწყება კრიტიკა, რომ ადამიანის უფლებებს, ესე იგი რაც გვეუბნებიან. ადამიანს უფლება აქვს მაბადეთ დაწვის ძაღლთან, საქონელთან, მამათმავალი იყოს, დედათმავალი იყოს, აზარტმანი იყოს და ასე შემდეგ. ტყუილია. უფალმა თქვა, აი მოკლედ მოუხაზა, რომ გითხრათ. არა იმრუშო. დამთავრდა. არანაირი მრუშება. მაგრამ მათთვის რა ავტორიტეტია ღმერთი. ამიტომ ასეთებს ჯერ კიდევ 20 საუკუნის წინათ უთხრა უფალმა ღმერთმა, თქვენი მამა არის სატანა, მამონა. აი ვინ არის თქვენი მამა? ამიტომ არის რომ ისინი ყველა მომებით კონფლიქტებით, უზნეობით, პორნოგრაფიით თუ სხვა მოიყვანენ თავიანთ მამას სათავეში. ხომ მოიყვანენ? ხონდა ცდუნება ესეც წამომეღო და წამეკითხა. როგორებს გახდის ადამიანებს? უსაცოდავეს დღეში ჩაყრის ადამიანებს, როცა დაბეჭდავს უკვე მაშინ. გული როცა იბეჭდება სატანის სახელით, ანტიქრისტეს, ადამიანის გული ხდება, როგორც წმინდა ნილოს პირომდინარე ჯერ კიდევ 3 საუკუნის წინათ წარმეტყველებდა ადრე. უგრძნობელი, გულქვა, არანაირი თანაგრძნობა არ აქვს, არანაირი ტკივილი სხვის მიმართ, ან გაზიარება სხვისი ტკივილი, არაფერი მსგავსი აღარ აქვს. მაგრამ თავად მათზე საშინელება მოხდება, ჯერ დალპება მათი მამა, ანტიქრისტე, ნახევარი დაეჭრდილება. ადამიანის ყოველი სახე დაბეჭდილებზე ალაპარაკი დაკარგავს ადამიანურ სილამაზეს. აი უბრალოდ მარტივადაც მამები როგორ გვიხსნიან, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. ჩიპს ვინ ჩაიყენებს, ჩიპი არ არის მარადიული, ის შეიძლება გაფუჭდეს. აი ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გამოიწვევს მათ რპობას და დაზიანებას. მერე რა არის? გაუქმება ერთხელ თუ მიიღე, აღარ შეიძლება. ამიტომ არის რომ ამბობენ წმინდა მამები, რომ ეშმაკისგან დაღდასრულები ამგვარად ვეღარ შეინანებენ. ეშმაკივით უნალელები ხდებიან ადამიანები. და მეტიც წმინდა ლავრენტი ჩერნიგოველოს უთხრეს ენუქმა ელიამ და იოანე ღვთისმეტყველო რომ მალე ესე იგი ჯოჯოხეთში არც ერთი ეშმაკი აღარ ყველა დედამიწაზე ამოვაო, დედამიწის პირზე და ადამიანები ეშმაკებს გადააჭარბებენ სიბოროტით. რა უნდა იყოს? მაგრამ დღეს რა ჟურნალიც არის მთელ მსოფლიოში, თუ გადაავლებ თვალს აფიშას, მიხვდები რომ ეს სავსებით შესაძლებელია მეტადრე მას შემდეგ, როცა
მათ ეწოდინებათ, რასაც ყველას ეწოდინებათ. ისინი უარყოფენ ღმერთს და ანტიქრისტეს აღიარებენ ღმერთად. ძალიან კარგად ეწოდინებათ. და ამიტომ დაიშებიან. არანაირი წყალობა ღმერთისა მათზე აღარ იქნება და ამიტომ არიან განწირულები. მოდით გავაგრძელოთ. სიტყვამ შორს გაგვიტაცა, თუმცა არა შორეულ მომავალში. ეს ზალზედ მალე იქნება. პატრიარქს დასცინეს, რომელიც ამბობდა, რომ აი დღესვე ხვალები შეიძლება ადგილი ჰქონდეს მეორედ მოსვლას. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. შევხედავთ ჩვენ ამას. იცით რა, მამო, თქვენ აშინებთ, მე ჩემი მოძღვრება არ მომავს. მოციქულის არ იყოს. ჩვენ მოგავს მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და მისი რჩეულების წინასწარმეტყველების წინასწარმეტყველებანი. თქვენ თუ ეს გაშინებთ, მაშინ გოსმოდით და შეინანეთ. მაგრამ შიში შობს სიყვარულსა, როგორც რუსთველმა გვითხრა ჯერ კიდევ. რომლის ვეფხისტყაოსანი ლამის მეორე სახარება იქცა თავის დროზე ქართველებისთვის. მაგრამ იციან კი თანამედროვე ქართველებმა ვინ არის შოთა რუსთაველი. ან წაუკითხავთ ერთხელ მაინც. ცალითვალით როგორც იტყვიან ხოლმე ვეფხისტყაოსის 2-3 სტრიქონი მაინც. იქიდან. მე ვეჭმა ამას. სამაგეროთ რა იციან, მაგრამ ეს ჩვენ უკვე მოგახსენეთ. კაი, ვანებოთ თავი. ღმერთმა ყველა სინანული მოგცეს. ეს ლაპარაკობთ ასე არ ნიშნავს, რომ ისინი დაიღუპნენ და ჩვენ გადავრჩით. არავინ არ იცის, არ ჩვენგან და არც მათგან, საბოლოოდ ვინ გადარჩება. გადარჩება ის, ვინც უფალთან დარჩება. პატარა ლექსივით გამოგვივიდა. მას მიმართავს ბოროტსულს უფალი. მაგრამ შენ ყოვლად უბოროტ ესო არარაობა, შურიანო და კაცისყლელო ბოროტებასა და უნანელობაში შეიტყვერა შენი ქვებუდანობით, ანუ სივერაგით ახალქმნილ გონიერ არსებებზე, ანუ ადამიანებზე, რომ შექმნა ღმერთმა ადამიანები. განიხერხებოდი რა ბოროტებითა და შურით, ამ უმანკო ჩემი ქმნილებების მიმართ ღირსქმნილთა, ჩემთა მდიდართა წყალობათა, წინად განსაზღვრულთა უმაღლესი ნეტარებისათვის, რომელსაც შენ უსაძულველესო, შენი უგუნურების გამო დააკლდი და ჩემი სახიერებით მოწოდებული სინანულად არ დაბრუნდი შენი გასასტიკებისა და სიჯიუტის შედეგად, შენ საძულველო ჩაიფიქრე მათი დაღუპვა, ანუ ადამიანის. აი ამისთვის განსაზღვრე წინეთ ადამიანი, ვიდრე შევქმნით. შენ კი ეს ჩაიფიქრე, რომ დაღუპო და გააკეთე შურის გამო. შენს უგუნურებაში არ შეუშინდი ახალი საზარელი დანაშაული ჩაგედინა. შენ შეურიგებელო მტრობავ და ბოროტებავ. მამაო სიცრუისა და მიზოზო ყოვლისა დანაშაულისა და ცოდვისაო, პირმოთნეობით დააკლე ისინი ჩემთან ურთიერთობას. მოწამლე რა ისინი ცოდვის შხამით გულისხმობს ევას მლიქველურად როგორ განოსტყვა საიდუმლოება რა უბრძალა ღმერთმა და რითი მოკვდებოდნენ. ამას ამბობს უფალი. განძარცვე მათ ღვთივქსოვილი სამოსელი უბიწუებისა და სიწმინდისა. თქვენ იცით რომ ცოდვით დაცემამდე ადამ და ევა მათი სხეულიც კი არა მარტო სული ღვთიური დიდებით იყო დაფარული. ამიტომ არა მარტო სული იყო უკვდავი, მათი ასეთი ღვთივდიდებული სხეულიც იყო უკვდავი. ახლა კი მიწისაგან მოღებული მიწაში ბრუნდება. შემოსე იგინი წიკვლევანი და პირკრუში ძაძალ ნებათა და მანკიერებათა. აი ეს განძარცვეს სიწმინდისგან უბიწუების და შემოსე ესე იგი პირკრუში ძაძალ ნებათა და მანკიერებათა. ოხი ღვთის წინა ესო სულო ბოროტებისა და მტრობისაო, შენ დანაშაულებრივად იცნობდი ჩემს კარავსა და საღდარს ახლად შექმნილი ადამიანის საკურთხეველს გულისა, დამხობილი ყავს ზეციდან, სადაც დანაშაულებრივ მისნა დაისახე, ყოვლად მაღლის საღდარს დაუფლებოდი, ანუ ღმერთის საღდარს და აქ ადამიანის. შენი დანაშაულებრივი ჩანაფიქრით დედამიწაზე აღასრულე, სადაც ახლად შექმნილი ადამიანის სუსტი ნებელობა შეგეწეოდა. ოხი უდანაშაულებრივესო, უსაძულველესო, მტერო სიკეთისა და ჭეშმარიტებისაო, მამალ სიცრუისა, მთავარო სიბნელისაო, შენ როგორც სასტიკი ტირანი დასახლდი დაცემულთა ჩემთა ქმნილებათა, ანუ ადამიანების გულებში და მრისხანემ ბრძანებელი და ტირანი შეიქმენი მათზე. ამიტომაც გვასწავლიან წმინდა მამები, როგორც კი მოგიხდება გულში რაიმე ისეთი, რაც შენ სინდის, გონებას, ანუ კეთილ გონიერებას და სახარებას ეწინააღმდეგება, მაშინვე აისხლით. ჩვენ ხომ უდიდესი უმეტესობა ამას არ ვაკეთებ, იმიტომ ვართ ცოდვილები.
მოვა ვიწყებ ტკბობას. ამას ქვია დელექტაციო მოზურა ლათინურად შუა საუკუნეებში, ანუ ბნელი სიტყვება, გულში უტკბებით ცოდვას. მე იქ ერთი ბეწვის ხიდი ღარი გადასავლელი რომ ცოდვაში ჩავარდე. ასეთი სტუნებას როგორც ამბობენ, განხურვებაში ვარდება ასეთი ადამიანი და მისი სტუნება უკვე ძალიან ადვილი არის. ამიტომ წესად დავიდო, მოვიდა სიძვის აზრი, განრისხება, შურისძიების ფიქრი, მაშინვე აისხლიდე გულიდან. ჩემია შურისგება ამბობს უფალი. დამიჯერეთ განუშელი უფალ ღმერთს არავინ არ დაშება. როგორც ღმერთი განშის და დაშის, ისე ადამიანი ამას ვერ გააკეთებს. წადი და ისავლეთ ამბობს უფალი, წყალობა იმნებავს და არ ამსხვერპლებს. სისკარსაც მოსწყვეტი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისათა, მაგრამ ასეთ უნანელ ცოდვილებს რომ მოგწყვეტს უფალი, საწავა ჩვენი სულები. რა თქმა უნდა არა სამოთხეში. აი ამიტომ მეწყალვეს ადამიანი, ვაძლევ დროს და არა მარტო დროს, საკუთარი მხოლოდ შობილიძე მოვეცი. თავის ბნებებში ეკლესია დაგიარსათ და გითხრათ რომ ამით გადარჩები. ეკლეოს სიტყვა ამას ნიშნავს, ღმერთი მოგიხვევს. მოვედი ჩემთან, ეკლეოს ძველი ბერძნული ორი სიტყვის კომპოზიტი არის. აი ეს არის გადარჩენის ადგილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ უნდა ვიყოთ ქრისტიანები და გარეთ უნდა ვიყოთ წარმართები. აქ რასაც ვისწავლით და შევიტყბობთ, ის უნდა განვახორციელოთ პირად ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა ეს დღეს ხომ მიუღწეველია არა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძო ცხოვრებაში და მათ შორის ეკლესიური ქრისტიანისა. იმდენი საცურები არის. და როგორ ფიქრობთ, ეხლა ვინც ეკლესიურია, ყველა ცხონდება? არა, რა თქმა უნდა. ზერელე, ზედაპირული ადამიანი, ვისაც გულში არ აკავს უფალი და ის არ არის უფალში თავად, ის ადამიანი არ ცხონდება. ბევრი ვისაც ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს წარწმდება და სხვა, არ ვიცით რა როგორ იქნება მისი ბოლო, რომ თქვა სინანულით რატომ ფიქრობ, რომ არ დაასრულებს ცხოვრებას. ჩვენ მათ დავსინით, განვიკითხავ და ჩვენ უკვე 60-ის კვიდრი გონია თავი. აქ მინახია ასეთი ეგრეთ წოდებული ეკლესიური მაზიარებელი, აღსარებელი, დიპიტაურო, დამპიტაუროს ხედავს, მათი ჩამონათვალი. სხვას არაფერს. ცხოვრებაში არაფრად არ უქნია. მე ასეთები, აქ რო ღვთისმოშიშებას ავლენენ, გარეთ მინახია გაოგნებულვარ. კაცებელი ცხოველები. არც მეტი, არც ნაკლები. ჩაცულობაზე აღარას ვიტყვი და მანერებზე. აი რასაც შადიან ისინი. მე აქ მოდიან, ქათიბს იცვამენ ეკლესიური მორწმუნის, თავს ხრიან ოლარის ქვეშ, შენდობის მისაღებად. ეს ასე არ მოხდება. ღმერთი არ ტყუდება. ის რექს ყოველი ადამიანის გულის კარზე. ყოველივე შრეცს, რაც ადამიანშია, ყოველივე უწყს, არ დაეფარვის. ამიტომ იცხოვრო ღმერთის წინაშე, იმ შეგნებით, რომ ღმერთი ყოველივე შრეც ჩემში ერთ-ერთი უდიდესი სათნოება და უმაღლესი. იმიტომ რომ ასეთი ადამიანი ღვთისმოშიშად ყალიბდება დროთა განმავლობაში. აღარაც ვამბობ, სინდისი მოგცა, გარდა მაგისა, განжის უნარი მოგცა, ეკლესია და ეკლესიის ხმა, რომელიც გასავლის. თქვენ იცით, რომ ბოლოს ეკლესიებიც, ადგილობრივი ეკლესიების მნიშვნელოვანი ნაწილი შეირყევიან, უღალატებენ ჭეშმარიტებას. ვიდრე მოვა, ამ წყეულს ვიდრე მოიყვანენ ანტიქრისტეს, მანამდე მოხდება რელიგიების გაერთიანება. შიდა ქრისტიანული და საერთო ეკუმენური თვალსაზრისით. რადგან თავი უნდა გამოაცხადოს ყველა რელიგიის მამად, პაპად, ასე ვთქვათ, როგორც წინასწარმეტყველებენ წმინდა მამები. მაგრამ იმდენად ავანტყოფი იქნება თავის პატიმოყვარეობაში და ქედმაღლობაში, ამასაც აღარ დაჟერდება, რომ სოფლიო ბრძანებელი იქნება და პირველი მოძღვარი, ასე ვთქვათ, დედამიწაზე. მაგრამ ვინ აღიარებს, ეგეც საკითხავია მოძღვრად. არამედ თავს უკვე ღმერთად გამოაცხადებს, აი მაშინ მოითხოვს დაბეჭდას ყველასგან. ამასობაში ბევრი ეკოლოგიური პრობლემები იქნება, საზრდელ სასმელი ძალიან ცოტა იქნება, პრობლემა იქნება წყლისაც კი არა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ენზე ასე ვთქვათ, მარაგი მას ექნება, ამიტომ აიძულებს და ნაკლებ მორწმუნეები ან ურწმუნოები, ჰედონისტები და მატერიალისტები პირველები დაიბეჭდებიან. ჩვენ როგორ მოვიქცეთ? ზოგიერთმა დაწავა გამომეტყველება და იკითხა თვალები. გიპასუხებთ ერთ-ერთი წმინდა დედის სქემონასო, დისქემონასო მაგარია სიტყვები. ჩვენ თუნდაც ტანაც მოვზილავ. ლოცვას ვიტყვით ჩვენი უფლის მიმართ და ჯრისნიშ დავსახავ და უტყბეს პურებად შეგვერგება იგი.
ღმერთი არ დატოვებს თავის რჩევას. ყველაზე არსებითია შენ არ დატოვო უფალი, მიუხედავად ამ საზარელი განსასწრების. ამიტომ ბევრი ჩვენთაგანი გავა უდაბნოებში, ტყეღრეში, მივარდნილ ადგილებში, რომ ნაკლებ მოსანადირებელი იყოს ანტიქრისტეს შიკრიკებისაგან. და როგორმე უნდა გადავიტანოთ 3 წელიწად ნახევარი ჭირიანი დღეებსა. პირველი ნახევარი იქნება მისი მეფობა, მაგრამ შემპარავი მოთაფლა კაცობრიობის და შემდეგ როცა ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს სოფლიოს, მერე ამოანთხებს იმას, რაც არის მასში სატანას და მის საქმეებს. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს მოთხოვნა მხოლოდ 3 წელიწად ნახევრის 42 თვის. შორს არ არის ეს დროც. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად უკავშირდება უკანასკნელ ომს, წმინდა მიწაზე არმაგედონის ომს. მას მიმართა სატანას მრისხანეთ უფალი, დამხობილი ყავს ზეციდან, სადაც დანაშაულებრივ მისნად დაისახე, ყოვლად მაღლის საღდარს დაუფლებოდი. შენი დანაშაულებრივი ჩანაფიქრით დედამიწაზე აღასრულე, სადაც ახლად შექმნილი ადამიანის სუსტი ნებელობა შეგეწეოდა. ოხი უდანაშაულებრივესო, უსადულველესო, მტერო სიკეთისა და ჭეშმარიტებისაო, მამაო სიცრუისა, მთავარო სიბნელისაო, შენ როგორც სასტიკი ტირანი დასახლდი დაცემულთა ჩემთა კნილებათა გულებში და მრისხანე ბრძანებელი და ტირანი შეიქმენი მათზე, შენ დააბნელე მათი ნათელ ცისკროვანი გონება, აი როგორი გონება მისცა დასაბამად ღმერთმა და ისინი შენი მორჩილი მონები გახდნენ, უარყვეს რა ჭეშმარიტება სიცრუესა და ტყუილს უსმინეს, რის გამოც ღირსეულად დაჟილი იქნენ და თავიანთი სპობილების გამო ჩემი კეთილ განწყობა დაკარგეს. ოხი დანაშაულებრივო, მტერო სილამაზისა და საუკუნო ბედნიერებისაო, ყოველი ქმნილებისათვის დედამიწაზე სიკვდილი და გავკაცრიელება მოქონდა. ყოველი ქმნილება ხილული და უხილავი გმინავდა და ატირდა, როგორც კი შენი დანაშაული დაინახა, კაცის მკვლელობა ზე დაბნელდა. თვარე მიიმალა, ეს ბოლოს ჟამს მოხდება თქვენ იცით რა, აპოკალიფსში აღწერილია და წმინდა მამებთან. მასზე დაბნელდა, თვარე მიიმალა, ვარსკვლავები ამოძრავდნენ. რას ნიშნავს ვარსკვლავების ამოძრავება? ფსალმურშია ნათქვამი, ღმერთმა უბრძანა ცდომილებს ვარსკვლავებს და არა გარდავლენ თვისის სვლისაგან. ორბიტაზე როგორც ბრუნავს ათეული საუკუნეა, ასე უნდა იბრუნოს. ოდნავ მაინც ორბიტიდან რომ გადასცეს, აი თქვა ჩვენს გალაქტიკაში, ზე თვარი რომელიმე ვარსკვლავი, ეს დედამიწისთვის დასრულდება დიდი კატასტროფებით. ამაში ჩანს ღვთის ხელი, რომ ამდენი ათეული საუკუნეა და არ გადადის თავისი ბრუნვიდან. მაგრამ ბოლოს, როდესაც ადამიანი სრულად გაუდგება ღმერთს, გაუცხოლდება მის მიმართ, ყოვლად უზნეო შეიქმნება და უღმერთო და უფრო მეტი სატანას აღიარებს ღმერთად ანტიქრისტეს სახით, მთელს არათუ მზის გალაქტიკაში, მილიარდობით გალაქტიკებში იქნება ადგილი, ექნება დისჰარმონიას. მოიშლებიან, როგორც წმინდა წერილია, ზეციური ძალები და იქნება დიდი კატასტროფები. ეს იგნი იმედია გამოვა და წაიკითხავთ, რა დაემართება მაგალითად ოკეანებს, როგორ ათუხთუხდებია ხურვალებისაგან და რატომ ათუხთუხდებია, რა გამოიწვევს მათ ათუხთუხებას. ამას გამოიწვევს, ესე იგი, ზღვისა და ოკეანეს დიდი ზღვა არის, არსებითად ვულკანური ამონაფრქვევები. უკვე ლაპარაკობენ ამაზე. წმინდა მამები კი არა მარტო. მაგალითად გასულ ქადაგებაში გაგაცანით, რომ მაგალითად რუსეთში სამ ადგილას დიდი მიწისძვრა იქნება, საზარელი, დამანგრეველი. კონკრეტული ადგილები არის, ერთი არის ურალთან, მეორე ვლადივოსტოკი, მესამე კრასნოდარის მხარეში, სოჭის მთებში. სოჭი ჩვენი მიწები იყო, კიდევ ერთხელ შევახსენებ. და ასე შემდეგ და ასევე დედამიწაზე სად მოხდება. ჩვენ როცა ვამბობ წინასწარმეტყველთა მიხედვით, ჩრდილო ამერიკა ჩაიძირება ოკეანებს, სამი ოკეანის წყლებში, იქ მამები ასაბუთებენ, რატომ მოხდება ეს მაინც იქ, რადგან იქ ეს მოხდება. და რა მოვლენები განვითარდება სხვაგან. ნუ ეხლა რომ არ მინდა ერთბაშად ყველაფერი მოგითხროთ, ძალიან მოვწყდეთ დღევანდელი საუბრის თემას, ჯვრის თაყვანის თემას და ამიტომ სხვა დროს როგორმე ან ბოლოს და ბოლოს გამოვაქვთ ის მადლით ეს სიგნი და გაეცნოთ. მე გირჩევდით ყველამ წაიგ. მე ვფიქრობ, თუ მოახერხება, ესე იგი საშუალება მომეცა სახსრები, მინდა რაც შეიძლება მეტი ტირაჟით გამოვცე, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა წაიკითხოს ეს სიგნი და თქვენს ხელიდან ხელში გადაეცით.
ვინც ვერ შეძლებს რომ შეიძინოს თქვა თუ არა რატომ აპატე რომელიღაც დაჟანგებულ კილკის ქილაში აძლევთ 5 ლარს და 7 ლარს და რა გახდა რომ წიგნი ვერ შეიძინოთ სულიერი საზრდო მიიღოთ სიტყვაზე ვამბობ მე ვისაც ეს უნდა ის ამას მოახერხებს ბოლოს და ბოლოს ითხოვს და ვისაც ეს არ უნდა მაგონდება ქართული გამოთქვა ვირს პანტას შრიდნენ პირშიო რა უფალმა ეს სხვაგვარად გითხრა ღორთა და ძაღლთა მარგალიტი არ დავუყაროთ მე მგონი კაფიოდ გამოთქვა ყველაფერი ყოველი ხმნილება აქვითინდა თავისი მეფის დაღუპვის გამო კეთილისა და ნათელსისკოვანისა მაცხოვრის ჯვარცმა იგულისხმება ხედავდა რა თუ როგორ გამებდა უსაძულ ველესი და სისხლისმელი ტირანი და ჯალათი ანუ სატანა დედამიწაზე მაგრამ მე ჩემი უსაზღვრო სახიერები დაცემული ხმნილებანი იმედისა და ხსნის გარეშე არ დამიტოვებია ქვეყნიერებას ხსნელსა და მაცხოვარზე აღთქმა მივანიჭე საუკუნეები იყო აღთქმა ქრისტეს მოსვლამდე რომ ის უნდა მოსულიყო ხსნელი გასცა მოდგმისა სასუებად ჩაუხსახა ამით ღმერთმა ადამიანს რომ აღუთქვა მაცხოვრის მოსვლა რათა მომავალ ხსნელში იმედით ეცხოვრათ მთელი ეს საუკუნეები და სინანული მოეტანათ საკუთარი დაცემის დამტირებელთან მაგრამ შენ თავს არ ანებებდი მათი გონება დავიწყებითა და უმეცრებით დაგებნელებინა და ეს გრძელდება დღემდე სატანა დღემდე აგრძელებს და მას ყავს თავისი რჩეულები აი ყველა ეს სატელევიზიო საშუალებები ინტერნეტი და ეს შემდეგ ეს გარყვნილი მოდგმა მთელი ვისაც რომლებიც სულ დედამიწის ალბათ 1%-საც არ შეადგენენ და მთელმა ძალაუფლება აქვს უდიდესი მე ვგულისხმობ როგორც ფულად სახსრებს ასევე ძვირფას ქვებს და ასე შემდეგ და როგორც იტყვიან ხოლმე მუსიკას დედამიწაზე ისინი უკვეთავენ და საით მიხავს ამ ყველაფერს კაცობრიობა მე უკვე მოგახსენეთ შესავალში ვიდრე არ გაამეფებენ თავიანთ რჩეულს და მრავალ საუკუნებან ოცნებას არაისრულებენ ურიები მესიის სახით რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდება მესია და მადლობა ღმერთს ამას წმინდა მამები წინასწარმეტყველებენ დიდი მამები რომ ებრაელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საბოლოოდ როცა დაინახავს ვინ არის სინამდვილეში ანტიქრისტე უარყოფენ მას და ესე იგი არ მიიღებენ მას და ქრისტეს ირწმუნებენ ამაზე პავლე მოციქული წინასწარმეტყველებს პირველ ყოვლისა და რას დაინახავენ მასში როდესაც ადამიანები განუდგებიან საბოლოო ბოლო ფაზა არის სამნაწილად არის მის მეფობა დაყოფილი ბოლო მეფობის პერიოდში როდესაც ესე იგი დაიბეჭდებიან მისი სახელით მისი სახელის იდუმალი რიცხვით უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ მაშინ საზარელი მოვლენები დატრიალდება მთელს დედამიწაზე და სამყაროში ადამიანებს საჭმელ სასმელი ელემენტარულად არ ექნება ისინი მოვლენ თავიანთ სულ მესიასთან და შეღაღადებენ ხშირად წყვრია პირველად მაშინ გამოთქვამს და გამჟღავნებს რომ ის არ არის ღმერთი ნახეთ რა სიტყვის ამაზე ღმერთი ხომ არა ვარ ხო ხედავთ სამპირი დახურა სვარი არ გადმოდის რომ მოსავალი ამოვიდეს მიწაზე და მაშინ მივხვდებიან ვინო არყვეს და ვისცეს თაყვანი და მე უკვე მალე იქნება აღსასრული ამის სოფლისა მაგრამ არის რა დღეს ჯვრის თაყვანისმის დღესასწაული მოვიგონება ამ წინასწარმეტყველებასაც რომელიც არის დამოწმებული აპოკალიფსის წიგნში ანუ გამოცხადების წიგნში და სხვა რიგ მამებთან ეფრემ ასურთან იპოლიტე რომაელთან და ასე შემდეგ როდესაც არმაგედონის ომი დასრულდება და თქვენ იცით როგორ დასრულდება პრაქტიკულად ომი არ იქნება კი შეიყრებიან საბრძოლველად უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ 200 მილიონზე მეტი იქნებიან ანტიქრისტეს მხედრობაში ჩინელები მარტო რომლებიც საბოლოოდ რუსეთს უღალატებენ ერთ-ერთი ომის შემდგომ დასავლეთი მოისყიდის რა ამაზე ბევრი ვილაპარაკი ამჯერად არაფერს არ ვიგო და ასეთი პირი უჩანს თუ უკვირდებით თქვენ მოვლენებს და გაანალიზების უნარი თუ გაქვთ მეტადრე წმინდა წერილისა წინასწარმეტყველების საფუძველზე ფონზე მათთან დადგებიან ასევე დასავლეთში გადარჩენილი ამ ომების შედეგად გადარჩენილი ყარტაკურთა ნაწილები ხოლო სინათლის შვილები მეორე მხარეს ესენი არიან სიმნელის შვილები როგორც აპოკალიფსი უწოდებს სინათლის შვილები სულ იქნებიან მხედრობა 100,000-დან 150,000-მდე ადამიანური გაგებით ყოველად შეუძლებელია დამარცხება
სიბნელის შვილებისა, მაგრამ ღმერთი უბრძანებს თავის ანგელოზებს, ნათქვამია სულიწმინდის მიერ აპოკალიფსში, იოანე მახარებლის პირით. ცეცხლს გადმოიტანენ ციდან და ერთიანად დასვავენ ანტიქრისტეს მხედრობას. ორადორი ადამიანი არ დაიწვება. ესენი იქნებიან ანტიქრისტე და მისი სრულ წინასწარ მეტყველი. რატო? რათა ცოცხლი შთაგდებული იყვნენ გენიის ცეცხლში. ანუ უფრო მეტად რომ დაიტანჯნენ. ეს იქნება განაჩენი უფლისა მათზე. მაგრამ ამით არ დამთავრდება სამყაროს არსებობა. კიდევ 45 დღე იარსებებს არა მარტო მზის galaktika, თუმცა ასეთი დანგრეული, ასე ვთქვათ, არამედ სხვა დანარჩენი galaktikები. და მოხდება უდიდესას, ეს იქნება ღვთიური წყალობის გამოვლინების ერთ-ერთი უკანასკნელი ნიშანი. ერთ-ერთი კი არა, უკანასკნელი ნიშანი. კერძოდ რა? თელცაზე გამონათდება ჯვარი პატიოსანი. ჯვარი გამოისახება. ამას 45 დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ნახავს და დაცოცხლად დარჩენილი ადამიანების ნაწილი ხო ისაუცებო, ყველა არ ირწმუნებს. მხოლოდ ნაწილი ირწმუნებს რა, ესე იგი შენდობას თხოვს უფალს, რომ მათთვის ჯვარცმული უფლის ხსნელი ვნებები აქამდე არაფრად ჩათვალეს და შეინანებს თავის ცოდვიან წარსულს და შენდობას ითხოვს ღვთისაგან. აი, როდესაც ამოიწურება 45 დღე, მაშინ მოვალს უფალი დიდებით განჟად ცოცხალთა და მკვდართა, რომლისას სუფევისა არ არის დასასრული, მამისა და ძისა და სულისაწმინდისა, ազდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. მოდით ახლა საგვარელო შევღაღადოთ და გადავიხადოთ ჯვარი პატიოსნის პარაკლისი სადღესასწაულო და ჯვრის მადლსა და მასზე ჯვარცმულს შევთხოვოთ ცოდვათა მოტევას, სარწმუნოებაში განმტკიცება, შევავედროთ ჩვენი მამული, ჩვენი ერიშვილები და ჩვენი გზაშესტომელი ერიშვილები მათ შორის, რომლებიც უყეფენ დღეს ღმერთს და საკუთარ სამშობლოს და ეკლესიას ლანძღავენ. ღმერთმა ყველა სინანული მოგწეს. და ბოლოს დაგლოცავდით უკანასკნელი დალოცვით. ერთ-ერთი უკანასკნელი დალოცვით და ვიდრე ამას გავაკეთებდე, როგორც ლოცავდნენ პირველ საუკუნეებში ქრისტიანი მოძღვრები ქრისტიან მრევლს. მინდა ამოგიკითხოთ, ასე იგი, ერთი ლექსი, რომელიც გულმან ჩემან აღმოთქვა ორიოდე დღის წინ. მაშინაც იმ დღესაც ორიოდე დღის წინ ესეთი ამღრეული ამინდი იყო და სხვა დაქანცულ დაღლილი ვიყავი და დანგრეული გარემოებათა გამო და ესეთი რამ წამოვიდა ჩემი გულიდან და ბევრ თქვენთაგანისას ვფიქრობ ეხმიანება და ჩათვალეთ, რომ ბებერმა მამაო დაგიტოვათ ანდერსი ამ სახით, გულისხმიერად მოისმინეთ. არა მარტო ჩემს ოჯახს, არამედ ჩემს დიდ ოჯახს, ჩვენს სამრევლოს. წუმხრისა მიმართ გარდახდა დღე ცხოვრებისა ჩემისა, ბევრი ტკივილი გადამხდა იმედით გადარჩენისა. ვასრულებ აქ არსებობას, შვიდი დუმილით მოველი, მომავალ არ არსებობას მიწაზე, რაც არს ყოველი. სული კი გადაღანული შეხურებს ზეცის თავანებს, ფიქრი აქვს გულში მალული, სამოთხეს ღმერთი ავასხებს. შვიდობით ჩემო მოყვასო, საწუთროს ღმერთი გფარავდეთ, ზეცას ეძებდეთ, რომ ფასოს მას ესრაფოდეთ მარადღე. ჯვარი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი იყავ თქვენ ყოველთა თანა. ამენ. ხო, ერთი რამ მამა გიორგის უნდა ეწირა ჩვენთან ერთად, მამა გიორგი ბედოშვილს. გზად რომ მოვდიოდი ტაძრისკენ, დაბელაპარაკა დამირეკა და ხმაზეც ეთყობოდა, ძალიან ავათვარო, ცუდათვარო, თელეღამე შეტევა ქონდა, სახსრები აწუხებს, ჩვენზე ასაკოვანია, ყველაზე ასაკოვანია, ლამის 80 სარი მიღწეული და რამდენი წლისაა მამა გიორგის? 79, რა გაუკლია 80. დიდხანს ადიდებინოს უფალმა თავისი სახელი.
ხო და მთელი ღამე არ მეძინაო და გული დაწყდა რომ წირვაზე ვერ მოვიდოდ და თქვენც მოიხსენეთ თქვენს ლოცვებში ვიდრე წახვალთ დაძრიდან და ჩვენც რა თქმა უნდა პარაკლისშიც მოიხსენებთ სამწმიდაო ერთი უფალი და გამოგვიშთა ჩვენ კურთხეულ არს მომავალი სახელით აუკლისათა ერთი უფალი და გამოგვიშთა ჩვენ კურთხეულ არს მომავალი სახელით აუკლისათა აგვარებდით უფალს არამედ უკეთილ რამედ უკუნისამდე არც წყალობა იმისი ერთი უფალი და ყოველი თესლები გარემომადგეს მე და სახელით აუკლისათა ვერეოდიმად ერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ კურთხეულას მომავალი სახელით აუკლისათა არა მოგვდი არამედ ცხონდე და განსთქუნემე საქმენი უფლისანი ერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ კურთხეულას მომავალი სახელით აუკლისათა ლოდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა ესე იქნა თავკიდეთა უფლისა მიერ იყვესე და არ საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთან Upaldi
ბაო პატიოსნისა და ცხოვს ყოფილისა ჯვარისაგან დაგვიცრენ და დაგვიფარენ ჩვენ. პატიოსი და ცხოვს ყოფილისა ჯვარისაო, აგვისრენ და დაგვიფარენ ჩვენ. ძლიერე ბაო პატიოსნისა და ცხოვს ყოფილისა ჯვარისაგან დაგვიცრენ და დაგვიფარენ ჩვენ. იზრება იმამასა და ძესა და წმინდა სასულსა. მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. შეგვეციენ გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა. ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა, უფროისა, კურთხეულისა, დიდებულისა, დედუფლისა, ჩვენისა, ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მოგზაურებელთა თავნითვის ნიდა ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება იჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედრნეთ. რამეს უკურთხეულ არ სახელი შენი და დიდებულ მეუღება შენი, ამისა და სვისა და წმინდა სასულისა, ათ და მარადის და უკუნეთი უკუნესამდე. მოხედეს იბრძნი წარდგომა ფსალმუნი დავითისი, აღამაღლებლით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანისცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამე თუ წმიდარს. აღამაღლებით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანისცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამე თუ წმიდარს. თაყვანისცემდით ადგილს ამას, სადაც დასდგენ ფერხნი მისნი. აღამაღლებით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანისცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამე თუ წმიდარს. აღამაღლებით უფალსა ღმერთსა ჩვენსა და თაყვანისცემდით კვარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამე თუ წმიდარს. უფლისა მიმართ ვილოცოთ. უფალო შეგვიწყალე. რამე თუ წმინდა ხარ ღმერთო ჩვენო და რომელიც წმინდათა შორის განისვენებ და შენ და დიდებასა გვავლენთ მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, ათ და მარადისა უკუნეთი უკუნისამდე. ყოველი სული აქებდით უფალსა, ყოველი სული აქებდით უფალსა, აქებდით ღმერთსა წმინდათა შორის მის და აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა. ყოველი სული აქებდით უფალსა, ყოველი სული აქებდით უფალსა, ღირსყოფა ჩვენ და სმენა წმინდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩვენსა ვევედრნეთ. უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე, უფალო შეგვიწყალე. სიბრძნით აღემართენით დაისმინე წმინდა სახარება. მშვიდობა იყო ველქას. დასრულისაცა შენისაგანა. იოანე ღმრთისმეტყველისაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი. დიდება იშენ და უფალო, დიდება იშენ და. მოხედენ
მაშან საშინა ჰურიათა მაწარი ხანეს იესუდა ებიდა თვის ჯვარი ქრისი და განვიდა ადგილსამას ხემისასა რომელს არქიან გოლგოთა და მუნჯვარს აწვეს იგი და დასერა პილატე ფიცარი და დასვა ჯვარსამასზე და დაიხოტერილი ესრეთ იესუ ნაზარეველი მეუფეხურიათა ხოლო ჩვენ ჯვარსამასთანა იესუსა დედამისი და დაიდედისა მისისა მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალენელი ხოლო იესუ ითარცა იხილა დედაფრისი და მოწაფეები რომელი უყვარდა წინაშე მდგომარები დედასთათვის დედა კაცო აჰა შენი და მერე მოწაფეთა მოწვა აჰა დედა შენი ამისგან შემდგომად იხილა იესუ რამე თუ ყოველივე აღსრულებულას მიდრიდა თავი და განუტევას დიდება იშენ და უღალო დიდება იშენ და ძლიერებაო პატიოცნისა და ცხოს ყოფილისა ჯვარისაგანო დაგვიცვენ და დაგვიფარენა ჩვენ Padiosa Joarisa, Aguilda Davi Parenque. Balo patiosnisa da ცხოს ყოფილისა ჯვარისაგანო დაგვიცვენ და დაგვიფარენა ჩვენ Idevai mama sadazesa, das vidasa susa. Asta maradisa uguniti, ugunisa mudera. Iesar cheshmaritan, radagadi derde, shemdis shovero, romeri maradis, sana grelikme, ovadu bitornadedan, lisa črenisa, ubadios nesa, kerubim tasa, Damadevit muzeshtaresa, serabim tasa, kanuchnevad shovelsa, sikwisa tisasa, cholosantis shovelsa, kaovi, შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა შევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ Upalo shevitzalen, upalo shevitzalen, upalo shevitzalen. ნერმეცა გევედრებით ურთივ დაცულისა ერისა ჩვენისა მეუფებისა და მხედრობისა მისისათვის Upalo shevitzalen, upalo shevitzalen, upalo shevitzalen. ნერმეცა გევედრებით უწმინდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ცხედათბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვიცისა და ცუმავხაზენის მიტროპოლიტისა პირისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიასათვის და საპატრიარქო ტახტის მოსამდრისა სენაკისა და ჭორუხუს მიტროპოლიტისა შიოსათვის
და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის. მერმეც საგევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმხელისა, ცხოვრებისა, შეძევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა, აქ ამ მდგომარეთა მკვედრებელთა, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა. მე თუ მოწყალე და გაცნობარე ღმერთი ხარ და შენთა დიდებას აღვავლებ, მამისა, დათისა და თვიდისა სულისა, ათამარადისა მორჩევაი უფლისა თქვენზე და მისთა მადლითა და გაცნობარებითა, ოლადვი ათამარადის და უკუნეთი უკუნითანზე. შენ და ქრისტე ღმერთო სასწულეთა შენობიდება შენდა. Უდრეთი დაგრომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებით აკოლად უხსნელისა დედისათვისათა წვენთა ზეცსა უყორთოთა ძალთა მთავართათა მიქაელისა და გაბრიელისა და ყოველწვენთა ზეცსა უსხეულოთა ძალთა წმინსა დებულისა წინასწარ მეტყველისა წინამორბედისა ნახტისმცემელისა იოანესითა და იოანე ქალთულ მახარებელისათა და ყოველთა წმინდათა წინასწარ მეტყველთათა წმინდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლესითა წმინდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა ქართველ განმანათლებელთა ანდრია პირველ წოდებულისა სინონ კანელისა მატათა ბართლოვანე თადეოს მათე მახარებელისათა და ყოვლწმინდათა მოციქულთათა წმინდისა მოციქულთა სორისა ქალთულისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა წმინდათა მოციქულთა სწორთა მეფისა ჩვენისა მირიანისა დედოფლისა ნანაისითა წმინდისა დიდისა მოწამისა ლევას შემოსილისა საკვირველთმა უხმეტისა გიორგისათა დიდისა ქალწულ მოწამისა ბარბარესთა სერთა და მკურნალისათა დიდ მოწამისა მეფისა ჩვენისა არჩილისათა სამთა დათა მოწამეთა მშვიდობის ყოფილთა მინადურა მიტრადურა მისადორასითა წვიათა შორის მამათა ჩვენთა მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და ქადაგთა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და ივანე ოქროპირისათა წვიათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლაოს მირონუქის მთავარეპისკოპოსისა საკვირველთმა უხმეტისა და სწრაფცემწისათა და ყოველწმინდათა მდელთავართათა ღირსისა მამისა ჩვენისა ივანე ზედასნელისა და მის ათორმეტთა მოწაფეთა და წმინდათა მამათა ჩვენთან თაწმინდელთა ივანე ერთმე გაბრიელ გიორგისათა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა გაბრიელ აფსარებელისა სალოცისათა წმინდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანაისითა ძლიერებითა პატიოსნისა და ცხელს ყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმინდათათა შეგვით აღდეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სათიერას და გასწნობარე. მრავალშობილი ახლა შეგვიგალობთ ჩვენ. ზიაკონაშე თავისუფლად ტრაპეზი და გამოდი. ასავლის გარიდან შედი. შوارსა შეთენსა თაგვაგანი ფიქიფსე მეხეფუნფე დაცმიდასა აგოდგომასა შენსა ოგოგაგაგალო ოვტავადიტე
შეკენ საღა თაგვაგანი გიცემ Datsmidasa Agadgomasa Shenasa Gagalo Чварса шекен сага Таквагани кипсем Datsmidasa Agadgomasa Shenasa Gagalo Otavadide გადავიდეთ ახლა და თუ მიხდებით ვიკონის და მიხედვით დღეს დღის ხევიდან ჩვენთქვე ვარეგების შუა ტაძარში დასვენებულ ჯვარი პატიოსანს ემთხვევით აღმოისხაც მოგზაურები და ჩვენი ხელი და მიიღებთ სეფის კვეს